გამარჯობა. Სარბიაის პოდკასტის დროა. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. საქართველოს ნაკრებს მალე ამხანაგური მატჩები ელის. ხო და ამ და სხვა საინტერესო თემებზე ვსაუბრობთ ილია ბაბუნაშვილი, ილია ნანობაშვილი, კობა ინასარიც. გამარჯობა ილია, როგორ ხართ? ხო? ვიცი, კარგად. დაძაბულად ირანში ომია, გარშემო ესეთი ამბავია, ჩატარდება თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატი, ძალიან მაინტერესებს და ასე შემდეგ. თვითონ ირანმა მზადყოფნა გამოთქვა ვითამაშებთ ბოლოს ესე გადაწყვიტეს. თვითონ კი ითამაშებენ თუ ათამაშებენ? ხო, თუ ითამაშებს. რა არის, ეს საინტერესო სამივე თამაში ჯგუფის აქვს ამერიკაში, ირანს, არც მექსიკაში თამაშობენ, არც კანადაში. პირდაპირ უკაცრავად შტატებში უწევს და რა ვიცი, ათამაშებენ ეგ არის. რა თამაშებენ, რა თამაშით პირიქით ათამაშებენ, ალბათ პირიქით ამერიკას აწყობს რა ირანი ჩაიყვანოს და თქვას რომ აი ჩვენ ვერჩით მხოლოდ მთავრობას და არაფერს არ ვერჩით ფეხბურთელებს, მაგრამ როგორ მოხდება და რა მოხდება და როგორ განვითარდება ეს ყველაფერი ჯერ კიდე ხო არა და ბევრი რამდენ 3 თვე დარჩა ხო მეტიც არაფერი 97 დღე ხო 3 თვეზე ოდნავ მეტი ნუ კარგი მაგ თემას შევეხებით მე საუბრის განმავლობაში ეროვნული ჩემპიონატი დაგვეწყო ილია 28-ში დაიწყო ეროვნული ჩემპიონატი და პირველი ტურის 5 მატჩიდან 3 გადაიდო. 15 სანტიმეტრიანი თოვლი მოვიდა საქართველოში და გადაიდო 3 თამაში. მას რო ვამბობ და ეს გადაცემის მიღბაც რო ვამბობ, მას მეცინება ხოლმე, ესე უნებურად რომ 15 სანტიმეტრიც არ იყო, 5 სანტიმეტრი იყო თოვლი. შეიძლება მე დაგისვა ერთი შეკითხვა, ამას წინათ იყავი შენ მიუნხენში, სადაც იყო დიდი თოვლი, იყო თოვლიანი ამინდი, ეს იქიდან ვიცი რომ შენ გამომიგზავნე ვიდეო ქუჩაში გადაღებული. და მეორე დღეს მიუნხენში ჩატარდა თამაში, რომელსაც შენ დაესწარი და მოედან იმ კადრის მიხედვით, რაც გადიოდა რამე ტელევიზორში საერთოდ ვერ მიხვდებოდი ქალაქში თუ თოვდა. საერთოდ რა იყო შემოდგომა იყო გაზაფხული იყო ზაფხული იყო. გეტყვი, გუდაური სეზონი რო იწყება გუდაურში და ბაკურიანი ერთად აღებული იყო იმხელა თოვლი. სტადიონს გარეთ ქალაქში მიუნხენში თვითონ მიუნხენელები იყვნენ გაოცებულები ესეთ თოვლი ამხელა თოვლი არ გვინახავს მოძა არ დადიოდ ტრანსპორტი გაჩერებული იყო იმხელა თოვლი იყო ღამე საათებს გეუბნები საათ 12 პირველ საათს და ესეთი გათენდა მეორე დღე და ხო ნახეთ ტელევიზორში ბაიერნი აინტრახტი იყო ესა რა ქვია გაზაფხულზე რო არის გაზონი ესე მდგომარეობა საერთოდ არაფერი ერთადერთი რითიც შეიძლებოდა მიმხვდარიყავი რა სეზონია იყო ჩაცმულობა ხო ტრიბუნაზე თბილად ეცვა ხალხს საადავართ ხალხი წარმოიდგინე აქ მოვიდა 5 სანტიმეტრი თოვლი იყო ხო თან ესა ჭყაპი თოვლი იყო ხო თოვლჭყაპი იყო თოვლიც არ იყო თბილისში ხო არაა თოვლი სველი თოვლი მოდეს ხოლმე ერთად და ის ვერ გაწმინდეს უბრალოდ მოედნები და გადაიდო 3 თამაში. ხო, ესეა. სამწუხაროდ არის ყუილი თქვით რა მა? არა, ფაქტი თქვით. თან პირველი ტური. ფაქტი თქვით, მაგრამ ნუ ფაქტია, ხო, ნუ და თუ არ ვწდები 2 თუ 3 წლის წინ იყო კიდე ანალოგიური შემთხვევა. ზუსტად აი მაშინ უკრაინა ეს ომის დროს 2022 წელს იყო ზუსტად ესეთი შემთხვევა პირველი ტური გადაიდო. 3 წლის წინ. მახსოვს რა. პირველი ტური ფლიანად გადაიდო მაშინ. და მაშინაც გონი 28 თებერვალი რაღაც ეგეთი დღე იყო. ხო, ახლა ბოლოს აი სად მივდივართ ამ ყველაფერზე? ეს უნდა მოაგვაროს კლუბებმა თუ ფედერაციამ? ეგ არის საკითხავი, რომ ის სტადიონი ის რაც არის, რომ გაწმინდოს და ეს ყველაფერი მოაწესრიგოს ეს კლუბის გასაკეთებელია თუ ფედერაციის. ხო, და აი აქამდე მივდივართ რა და ფედერაცია კიდევ იმას ამბობს, რომ კი ბატონო, შექმნან კლუბებმა და ეს უნდა იყოს მათი ინიციატივა, რომ მოხდეს პროფლიგის შექმნა. ავიცი. არ ხდება ეს ყველა. მე კიდევ ვამბობ, რომ საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის შემდეგ უკვე გავიდა 30
წელი 36 წელი გავიდა და დროა უკვე რომ უნდა გაგვერკვია ვისი ნიჩაბი გამოადგება და ვისი ნიჩაბი ვის იმაში არა ქვია საბარგულში და ასე შემდეგ რა. ვინ უნდა გაწმინდოს მოედანი, ხო? უნდა გაწმინდოს მოედანი. ფაქტია ეს წლები გადის რაღაც ავიცი არაფერი ფაქტობრივად არ იცვლება ეხლა მოვა საფხული და ისე ავიცი გული მისკდება რა არ მინდა რომ ისევ შედეგები ვნახო მაგრამ თან იმის განცდა და მოლოდინის თითქოს არ მაქვს რა იმედი რომ რაღაც რადიკალურად შეიცვლება იცი რა არის აი ახლა მე საკლუბო საერთაშორისო თამაში რო დამთხოვოდა ემას 28 თებერვალს აი როცა თოვლი იყო ცუდი ამინდი როცა იყო თბილისში რა მოხდებოდა მაშინ რო უეფას მიწერდნენ რომ ეს თოლკაპე მოვიდა და ეხლა რატო არ გაწმინდეს? რა ვიცი, კარგი შეკითხვა. რომ დაეზარათ, ხო? ვეთქვით ფედერაციას, მოდი გვცივა და ცუდი ამინდია და ბიჭები დასვენებია. ერთადერთი რაც შეიძლება მეტნაკლებად ფეხბურთის სფეროს თქვა ცოტა პირს მობანს არის ის, რომ საქართველოს სამწუხაროდ ძალიან ბევრ სფეროში ასევე თოვლი რომ მოდის კოლაფსი ხდება. ხო, არა, ეგ კიდე ცალკე ის არის, რა ვქვია, ნახევართბილეს შუქი არ ქონდა იმ დღეს. ნიაღვარი და ეს სადენები არ არის. რა მახსოვს ისი ჯერ კიდე საბჭოთა კავშირი იყო, როდესაც ცნობილმა ქართველმა კინორეჟისორმა, დიდმა ქართველმა კინორეჟისორმა გიგა ლორთქიფანიძემ, რომელიც იყო მაშინ დეპუტატი უზენაესი საბჭოში, უმაღლესი საბჭო ერქვა საბჭოთა კავშირის უმაღლესი პარლამენტი მაშინდელი, კომუნისტური საქართველოს პარლამენტი. ესეთი შინაურული არაფორმალური ესეთი გაბედული ტექსტი თქვა, როდესაც გამოდიოდა სიტყვით პატარა რომ მოწყუმპლავს საქართველოში ბათუმიდან თბილისამდე მატარებელი ვეღარ ჩამოდისო. ეს სიტყვა მოწყუმპლა და მახსოვრდა და ეს გეუნებით ეხლა მე თქვენ 1980-იანი წლების ამბავს და მას მერე აი ეს წყუმპლვის პრობლემა დგას უკვე 40 წელიწადია ნახევარი საუკუნეა. ხო, ნუ არა, რაუბედურება უბრალოდ აი მართლა ის არის, რა ვქვია. როგორ შეიძლება 5 სანტიმეტრი თოვლიც არ იყო და ფეხბურთი გადაიჭრა. ნუ მინდორი ფუჭდებაო რა, ეს ითქვა და მინდორი არ ფუჭდება რომ დარბია, იქ 22 კაცი რო დარბეს, მაშინ არ ითქვა რომ მან ხო, ნუ ძნელია თურმე მინდორს და რა ადგინდა ის მინდორი თუ არ ითამაშეს. ნუ კარგი. უნდა გვეშინოდეს, მოკლედ 3 სანტიმეტრიანი, 5 სანტიმეტრიანი თოვლეს და როგორაა მოწყუმპლის, ხო? წამოწყუმპლის, ხო. ის იმ ორ თამაშზე ვთქვათ. ტორპედო პირველ ტურში სენსაციურად დამარცხდა სპაერთან და თბილისში მეორე დღეს გაგრამ წააგო წყალტუბოსთან. ორივე თამაში სტუმრებმა მოიგეს. ხო, გასაგებია, ტორპედომ პრინციპი შარშანაც ეგრე დაიწყო. შარშანაც ეგრე დაიწყო, ხო, ერთი პერიოდი ბოლოს წინა ადგილზე იყო კარგა ხანი, რომ ერთი პერიოდი ხო რა 1-5 ტური. არ გამკვირვებია იმ ხრივ, რომ ეტყობა, იცით რა, ტორპედოს პრეზიდენტი ბატონი დავით კერესელიძე აქ იყო მოსული და მაშინ თქვა, რომ გუნდი უნდა გავაძლიერო თო შემადგენლობით მას შემდეგ ფაქტობრივად არც არავინ არ შეუძენიათ მე როგორც ვიცი და გულშემატკივრები პერიოდში ვინც ყავდათ შეძენილი ხო და მას შემდეგ არ გაძლიერებულა გუნდი და მე როგორც ვიცი ჯუნგლები ძალიან გაბრაზებულები არიან თვითონ გულშემატკივრები დაპირებად დარჩაო და მე არ გამკვირებია იმ ხრივ რომ სპაერი ეტაპ მიდიოდა წინ და ნუ ისეთი თამაში მოიგო უფრო შეკრული გუნდის თავეჭლებას ტოვებს და კიდევ ერთხელ დამტკიცდა ის რომ არ არის აუცილებელი მაინც და მაინც ეს უცნაური ლეგიონერებით წახვიდე წინ ეგზოტიკური ხალხი სულიად გაურკვეველი და ეხლა დასაცინის გვარებიც და სახელებიც არის ეს ყველა ნახა და აღარ მინდა რა თქმა უნდა აქ ვერ გავიმეორებთ სულიად გაურკვეველი ამ დროს აი ეს ფეხბურთელები ეს ლეგიონერები რო ჩამოდიან რო კითხო ხელმძღვანელობას იმ კლუბის ხელმძღვანელობას ქართულ ფეხბურთელზე აი 19 წლამდე ნაკრების ფეხბურთელზე 21 წლამდე შეიძლება უარი გითხრან დაკომპლექტებულები ვართო რა ხო და აი ეს სელექცია არის ბოლოს ესე რომ ურტყავს აი ამათ და შემდეგ რომ ევროტურნირებზე ესეთი ცუდი შედეგი რო გვაქვს არასწორი სელექცია რა მეტი არაფერი რა ეხლა სად მივდივართ ეხლა რაღა
შორს ადვეძებთ ამ ყველაფერს და აი აქ ფედერაციის ბრალი წეღან ერთადერთი რაც შეიძლება ფედერაციამ ამ ხრივ გააკეთოს რომ ალბათ ლიმიტი უნდა იყოს ამ ლეგიონერებზე რა ჩემი აზრით ეგ არის ძალიან კარგი გამოსავალი ლიმიტი და ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურება რაც შეიძლება ხო ალბათ ხო და ან გამიგრძელდა სიტყვა მე კიდევ ვიტყვი აი ამასთან დაკავშირებით და ისაუბრეთ თქვენ საბა ხო არა რეგულაციები რასაკვირველია როგორც წესი არა ეგ ხო არ იქნება რა ქვია რამე ადამიანის უფლებათა დარღვევა რაღაც რო აკრძალო არა რა ვიცი ლეგიონერებზე შეზღუდვა არ ჩამოხვიდე არ ითამაშო არ ვიცი მე და მაგიტო ვკითხულობ უბრალოდ არა მგონია არა ევროკავშირზე ერთი 2 წლის წინ ლატვიელი სტუმარი მყავდა ჩემ მეგობარი ძველი ეხლა ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს ლატვიის ასკოლტს ხო იცნობ შანს იცნობ ულდრიგეს და კი თქვის საქმეშვილი რო ფეხბურთელი ყავს ხო ესა ერთ თამაშობს გერმანიაში და მეორე იმაშია ლატვიის ჩემპიონატში ძალიან შინაური ძალიან მეგობარია ჩვენი რა და მამკითხა რომ თქვენთან ესო ერთდროულად რამდენ ლეგიონერ შეუძლია ესო თამაშიო და ვერ უპასუხე არ ვიცოდი რომ აი ხო არის ლიმიტი რომ 3 ლეგიონერი ერთდროულად 5-7 არ ვიცოდი და უთხარით 11 მეთქი და გაუკვირდა რა სხვათა შორის ლატვიელ კაცს ესეთი ეს და ესეთი ცოტა ყოჩაღი ლეგიონერები მაინც არიან იმ ლატვიაში, იმიტომ ის გუნდები გადიან რეგულარულად იმას. ხო, არა, ნამდვილად და აქ ვინ მოყავთ საერთოდ, კაცმა რო არის. ნამდვილად საჭირო. აი როგორც დაიწყო ბოდიში ილია ამ ლეგიონერების ჩამოყვა, ხო გავსოლეს ბარი სალამი რო იყო. და მე ბენზინს რო ასხამდა იმაში, სამტრედიაში. აი როგორც დაიწყო იმ ლეგიონერების ჩამოყვანა, ესევე გრძელდება. ნუ რამდენიმეს თუ არ ჩავთვლით ახლა. ხო, მე მეცაც გეტყვით ერთ-ერთ ლეგიონერს ადრე რა ამ 2000-იანების დასაწყისში გაუკვირდა ხელფასი რომ ისწეს საერთოდ და ახლა ფული უნდა ავიღო თამაშიო, ხო რა. აი ესეთი ლეგიონერები არიან და ამ დროს შეიძლება ქართველზე უარი გითხრან რა, არა. დაკომპლექტებულები ვარ და რამდენი მე ვიცი, კარგად რამდენი ფეხბურთელია ესე გააფუჭეს არ მიიღეს, წვალება დაჭირდა ისა ესა. ხო, ქართველი, ხო, იმიტომ რომ ამ უცხოელმა წაიღო ესე. კი, მაგათ უჭირდა. ესე ადგილები. აი ხა მაგალითად ჩარშან იყო ესეთი ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, ქართველი, რომელიც ეროვნულ ლიგაში თავიდან არ იყო რა შემადგენლობაში და მერე დაიწყო თამაში რა. არა, ეგ ყოველ წამს შეიძლება ვინ როდის გაიხსნება. მოკლედ აუცილებელია ეს კომპლექსური მიდგომა საკითხისადმი და პრიორიტეტი უნდა იყოს ქართველი ფეხბურთელების მაქსიმალურად დასაქმება. ლეგიონერი თუ გაცილებით არ ჯობია ქართველ ფეხბურთელს, უნდა რამენაერად შეიზღუდოს ახლა ცუდი სიტყვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პრიორიტეტი უნდა მიეცეს ქართველს, ეს რანაერად უნდა მოხდეს? რაღაც რეგულაციებით, რაღაც წახალისებით, რაღაც სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით და ასე შემდეგ. ხო, არა, მაგას არ ვამბობთ, რომ თუ არ ჯობს. ჩვენ რა მწვრთნელები ამბობენ თვითონ. რამდენ მწვრთნელსაც კითხავ, იმდენ გეუბნება, რომ თუ არ ჯობს უცხოელი ხუთი თავით ქართველს, არ უნდა ჩამოიღო და ერთს ლაპარაკობენ, მეორეს აკეთებენ. მოდი აი ესე ძალიან შორიდან ვიტყვი, ძალიან ისეთ თეორიულ რაღაცას რა. საქართველოში მას მერე რაც ფეხბურთი შემოვიდა. ფაქტიურად არ ყოფილა 10 წლეული, როდესაც დიდი ვარსკვლავები არ ყოლია. საერთაშორისო დონის ვარსკვლავები. თაობა არ ყოფილა ეგეთი. არ ყოფილა 90 აი აქედან წავიდეთ თუ გინდა უკვე ხო ეხლა არის ეს კვარა მამარ და შეიძლება ჩვენ გვინდა რომ მეტი იყოს მაღალი დონის ფეხბურთელი მაგრამ ჩვენ გვყავს ფეხბურთელები რომლებიც ჩანან სოფლიოში ხო მე ავიღოთ 90-იანები მე იქ უკან წავიდეთ წავყვეთ და რა ვიცი ყიფიანი არ ყოფილა თაობა არ ყოფილა ეხლა საით მიმყავს ასეთ ქვეყანაში რანაერად არ უნდა იყოს წახალისებული
მე ამ შემთხვევაში კონკრეტულად ვინმეს ბრალეულობას არ გამოვყოფ, აი რიტორიკულ კითხვას. რანაირად შეიძლება რომ არ იყოს წახალისებული აი ამ ერის, ამ ხალხის ფეხბურთელთა წვნა გამოყვანა პირველ პრაზს, ხო? აი რანაირად შეიძლება, ხო? ელემენტარულად შენი ამოცანა შენი მთელი არის ამ საფეხბურთო სფეროში ჩართული ყველა ადამიანის ამოცანა უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს ეს, იმიტომ რომ შეიძლება კვარაცხელია არა, მაგრამ დაახლოებით იმავე დონის ან ცოტა უფრო დაბალი დონის, ერთი 4-5 ფეხბურთელი ხო თავისუფლად შეიძლება აგვეზარდა. ვინც ის რამდენი ბავშვი უბრალოდ არ გახდა ფეხბურთელი იმის გამო, რომ რაღაცა იმ პირობებმა, რომელიც წესით უნდა მოგვარებული ყოფილიყო და რომელთა მოგვარებაც შეიძლებოდა სწორი ორგანიზაციის შემთხვევაში, დაანება საერთოდ ფეხბურთს. კი, არა, რამდენი ყოფილა თან ეგეთი. ანუ ეს ჩემი ბრალი არ არის, იმის ბრალია, რა ვქნა, ესეა, რა უნდა ქნა და რა მე უნდა ქნა რა. და ამას რო ვამბობ ახლა მე არ ვიშვერთიც ვიღაცა ერთი ადამიანისკენ ან ორი ადამიანისკენ ან მაინც და მაინც იქ ვიღაცა ფეხბურთის ფედერაციის რამდენიმე მაღალ ჩინოსნისკენ ამ სფეროში დასაქმებულმა ხალხმა ერთი წუთით უნდა ამოისუნთქოს და რას ვაკეთებ ჩვენ ჟურნალისტების ჩათვლით რა 90% ლაპარაკობთ იმაზე ჰოფენჰაიმის სათადარიგო შემადგენლობა ვიცით ზეპირად და ისა რა ჩემ თავსაც ვეუბნები იგივე ეს რა ხო, და იმიტომ არის ეს ნიჰილისტური დამოკიდებულება, მე აი თვითონ სოციალებში, ეხლა აი ჩემპიონატი დაიწყო და ორი Facebook გვერდია გაკეთებული, რომელიც პირდაპირ მიმართული არის ამ ჩემპიონატზე, რაღაც Our Connect თუ რაღაც ესეთი ჯგუფია, რომელიც დაცინის ამ ეროვნულ ჩემპიონატს რა, რომელიც რა ვიცი ხა ჩემპიონატით არ შეიძლება, მაგრამ ყავს გამომწერები ქვეყანა რა და ყოლება ახლა იმიტომ რომ რაღაც სასაცილო ისინი ხდება უკვე და მე გული მტკივა მართლა გული მტკივა იმიტომ რომ ის გადის წლები მე საიდან ნაკრები კი არიან ჩვენაირი ქვეყნები ეს როგორ ვთქვა აი რომლებსაც არიან ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ესეთი კლუბებზე აქცენტირება, მაგალითად კვიპროსი, მაგალითად რომლებსაც ლეგიონერები ტყავთ, მაგრამ ნაკრები არ უარგათ. ჩვენთან თან იმის პრეტენზია რომ ნაკრები მაგარი ყავდეს. თან იმის პრეტენზია რომ ეს არ გამოდის ორივე ერთად. საიდან გინდა ეს ნაკრები თუ კი კლუბში გამართულად არ იქნება ეს აი 16-დან 19 წლამდე ბიჭების ესე პოლიტიკა კონდეს რომ დააწინაურო ეს ბიჭი შემდეგ გაზარდო, გაყიდო და ეხლა ამას რო აუხსნი და ის რა ვიცი ერთი ყურიდან მეორეში ატარებს. ეგეთი არის აზერბაიჯანი ყავს აგერ მეზობლად. ხო, აი თუნდაც ყაზახეთი ყავს კიდე აგერ პოსაბჭოთა რა ახლა იქად რო კარგი დაუშვოთ ნაკრებია მთავარი პრიორიტეტი ყველა ვარიანტში ფორმულა არის მარტივი იმისათვის რომ ყავდეს კარგი ნაკრები საჭიროა ყავდეს ერთი 40 მაინც ფეხბურთელი რომელიც იქნება კანდიდატი ნაკრებში მოხვედრის ხო ერთ პოზიციაზე 3-3 დაუშვოთ ხო სიტყვა 40-მდე და 36 40 აი ესე ფეხბურთელი ისეთი დონის რომელსაც ექნება ნაკრებში თამაშის პრეტენზია, მეტ ნაკლებად მაღალი დონე. ეს ფეხბურთელები საიდან უნდა აღიზარდონ? ხო, არა, ფორმულა მარტივია, ლოგიკას რო ვაწყობთ, ერთ ნაბიჯში, ერთ საფეხურში მივდივართ ისე საკლუბო ფეხბურთამდე და საქართველოს ჩემპიონატამდე და არანაირი ნიჰილიზმი არა 40 ფეხბურთელი იქნება ილია, მაგრამ გააჩნია იმას ხარისხს, ხო? ეხლა ამბობენ რომ ხელოვნურად არის გაზრდილი ეს კონკურენცია. ფედერაციის ყობა რა გამახსენდა ფედერაციაში ამბობენ რომ ბოდიში რომ ახლა არისო 3 წლის წინ მოკლედ თუ 4 წლის წინ როცა სანეული ჩამოვიდა მაშინ ხელოვნურად გავზარდეთ კონკურენციაო თითო პოზიციაზე 3 ფეხბურთელი მოვიყვა ერთო და ხელოვნურად კი არა ბუნებრივად უნდა იყოს ეს უნდა იმსახურებდეს ეს 3 ფეხბურთელი ერთ პოზიციაზე იმ ადგილას თამაშს, ხო და ნაკრებში გამოძახებას და მე იმ 3-დან აარჩევს უკეთესეს ეს. ანუ ნახე რა არის საფეხბურთო ცხოვრება, ასე ვთქვათ, შეიძლება ძალიან ესეთი სტილისტურად არასწორი სიტყვა მაქვს, მაგრამ უნდა ჩქეფდეს რა.
უნდა იყოს რა ჩემპიონატი უნდა იყოს კონკურენცია უნდა იყოს რაღაც მართლა განვითარება უნდა იყოს და არ უნდა იყოს ვიღაც მესამე ხარისხოვანი ლეგიონერები და ასე შემდეგ და 15 სანტიმეტრიანი თოვლის არ უნდა გვეშინოდეს და ასე შემდეგ ამისკენ უნდა წავიდეთ ყველანი კიდე ერთხელ მიმეორებ ყველანი თორე რაღაცა ისე ჯიპში დგომა თითქოს არა ჩემი ბრალი არ არის არა იმის ბრალია არა შენი ბრალია არა ყველა მერთად რაღაცნაირად ჩვენი ქვეყანაა და ჩვენი ფეხბურთია და ჩვენ ყველანი ერთად გიждდებით და გვიხარია რა ეხლა რა გამახსენდა წეგან 2000 წელი იყო ევროპის ჩემპიონატზე ვიყავი მაშინ აი ის საფრანგეთმა რომ მოუგო იტალიას ბელგია იმას ხო ბელგია ჰოლანდიაში და ამსტერდამიდან თვითფრინავით რომ ბრუნდებოდი სრულიად შემთხვევით მოხდა ისე რომ ჩემს გვერდეთ ჰქონდა ბილეთი მაშინ მოხუცი იყო უკვე ეს კაცი ალეკ კუჩერენკა იყო ესეთი მისი რა ქვია სავეტსკი სპორტის ჯერ კიდე ძველი ჟურნალისტი რუსი რა ხო და ძალიან მთელი გზა წარმოიდგინე ამსტერდამ მოსკოვში გადაჯდომით მოდიოდი და ამსტერდამიდან მოსკოვამდე რაც იყო არ მახსოვს 3 საათი თქვა თუ რაღაცა სულ აი ენერგო გვიჩერებია სუფერბურთზე პარაკობდით და მაშინ ოლეგ კუჩერენკო მითხრა ესეთი რაღაცა რომ ბეო მიკვირსო თქვენიო რა ჩვენთანო რუსეთშიო იმხელა ქვეყანა არისო ნუ 150 მილიონი ადამიანი რომ 11 ჯანმრთელი ახალგაზრდა კაცის მოძებნა ყოველთვის შეიძლება უნიჭო იყოსო 11-ვეო მაგრამ ჯანმრთელი იქნებაო რომ წინ და უკან ირბინოსო და თქვენ ისეთი პატარა ერი ხართ რომ მიკვირსო საერთოდო აი ეს პრობლემა როგორ არ გიდგა 11 კაცის ფიზიკურად მოძებნა იმას არ ვლაპარაკობ ვიღაცა შეიძლება ძალიან ნიჭიერი იყოსო მაგრამ 11 კაცის მოძებნა შეიძლება თქვენ პრობლემა გქონდეთო და ეხლა ეს ცოტა უტრირებული ნათქვამია და რასაკვირველი ეხლა 150 მილიონი კაციდან ყოველთვის აარჩევ თუნდაც უნიჭო მაგრამ 11 მორბენავს მაგრამ არ არის ეგრე რა საქართველოშიც თავისუფლად შეიძლება აარჩიო 11 არა მარტო მორბენალი არამედ კარგად მორბენალი ხალხი ნუ თაობა ზოგჯერ უკეთესი იქნება ზოგჯერ უარესი იქნება მოკლედ როდესაც ლაპარაკობთ საქართველოზე უნდა ვთქვათ რომ საქართველო არის საფეხბურთო ქვეყანა აქ იბადება ნიჭიერი ხალხი ეს არის ვესხის მეტრეველის ყიფიანის ხურცილავას რა ვიცი ხლა კინკლაძის ყველაფერს თავანებად და აგერ ბატონო ჩვენი ხვიჩას კვარაცხელიას ქვეყანაა და არ შეიძლება ცოდვაა უბრალოდ რა ცოდვაა მოეკითხება ყველას იმ ქვეყნად საიდან მოხვედიო რომ შეეკითხებიან იმ ქვეყნად და საქართველოსთან ნუ ფეხბურთში მუშაობდი მე რასაკეთებდიო ჩამოგიწვია აი ეს კაცი იმაში რომ მუშაობდა რა ქვია პროფილაქტიკაში ნაცვლად იმისა რომ დიდი ფეხბურთი ეთამაშა შენ სად იყავი რატო არ გაზარდე ეს ხალხი ყველას მოეკითხება ხო რა გასაგებია ხო და ეს ხო ეს არის რა გულსატკენია უბრალოდ ასეთი რაღაცები ხდება ნუ ბოლოს სად მივდივართ რა მივდივართ მანდ ერო ტურნირებზე მე სიმართლე გითხრათ ეგ ერო ტურნირებიც როგორ ამაქვს იცი ერთხელ რო გახვიდე ჯგუფში ეგეც კი ეს უნდა ხდებოდეს აი რეგულარულად რაღაც ისეთი სახე უნდა მიიღოს რა ამან ერთხელ გასვლა ამას არ უშველის რა გინდაც კიპზე ხო ყოველ წელს უნდა გავიდეს გინდაც კიპზე იყოს აი რაღაცა როდის იყო ეხლა აი მართლა კიბზე იყვნენ ხოლმე ეს ზესტაფონი, გორის დილა, დინამო იყვნენ რა, როცა აი მიდიოდნენ იქამდე. ხო, მით უმეტეს ეხლა შედარებით გაიოლდა. გეგუჩაძის ზესტაფონი რა კარგი იყო, მიმდგარი იყო პირდაპირ წინ. ნუ დინამო შევიდა გვახსოვს ეხლა ერთხელ. არა, ქუთაისიც იქარიყო, იმასთან როცა ამ დროს აი იცით რა, მე სრულიად გაპარტახებული კი არ არის, არის რაღაც კარგი რაღაცები ხდება, ეხლა აი ლამაზი გოლები გადის, ზოგჯერ ეხლა მართლა ოი, სპაერის ბიჭმა რა, ეს გაიტანა. ხო, ლაშა კოხრეიძე. აი მაგაც ეგ კოხრეიძეც აი ესე ნაწვალები, მაგასაც მე ვიცი მაგის გზა. აი იქ იწუნებდნენ, აქ იწუნებდნენ, აქ ხო და ძლივს აი ბოლოს მიაღწია მაინც იმას, რომ აი რაღაცა დამკვიდრდასავით რა. ეროვნულ ჩემპიონატში ვამობ. მოდი, იცი უკაცრავად, ილია, ძალიან დიდი ბოდიში გაგაწყვეტინე, უბრალოდ არ მინდა დამავიწყდეს ეს ისა. აი წეგან რო თქვი, რომ ირონიული დამოკიდებულება არისო საქართველოს ჩემპიონატისადმი და საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებისადმი. აი ავიღოთ ჩვენი იური ტაბატაძე. ხო, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელი იყო, ხო? მე დარწმუნებული ვარ, ის ირონიულად მოლაპარაკე ხალხი, დარწმუნებული იყო, რომ
იური ტაპატაძე არის ერთ-ერთი ჩვეულებრივი საქართველოს მოთამაშე ფეხბურთელი, რომელიც არაფერს განსაკუთრებულს არ წარმოადგენს და ბიჭი გადავიდა ესპანეთში და გოლი-გოლზე გაიტანა. მე ტრაუმამ შეუშალა ხელი, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება აღიდგენში ჯანმრთელობას და ამას უსურვებთ მას, ხო? ანუ ნახე რა არის გადადგა სწორი ნაბიჯი, აღმოჩნდა რომ სწორი იყო, ღვთის მადლით, რა ვიცი, გადადგა სწორი ნაბიჯი და ბიჭი გაიხსნა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ესე გაიხსნება სხვას. ანუ მუშაობა უნდა, ხალხო აგენტის, ფედერაციის, კლუბის პრეზიდენტის, ყველასი, ვინც ამ სფეროშია ჩართული რა. კომპლექსური რესურსი რო არის აშკარა. ხო, მაგალითი მოვიყვანე. იცმა არასრულ ერთ წრეში გაიტანა 6 გოლი. მეორე მხრივ აი ზოგჯერ ესეთი ანეკდოტური სიტუაციაა ახლა ჩვენი ჩემპიონატის ორი საუკეთესო ბომბარდირი შაშან ვინც იყვნენ ორივე წავიდა მეორე ლიგაში რანგით მეორე ლიგაში და თან ახლა ესპანეთის და ინგლისის მეორე ლიგაში კი არ წავიდნენ ერთი წავიდა საუდის არაბეთის მეორე ლიგაში იოსლენი მეორე გიორგი ფანსულაია წავიდა უზბეკეთის მეორე. ხო და აი ხა იცით რა ზოგჯერ მართლა არის აი კლუბიც უნდა მუშაობს. არა ის იონსენი აი ჯანდაბას ახლა ესა ნორვეგიელია და ესა ვერ იმას ისა რა ქვია ახლა სულ არ აინტერესებს იმას საქართველოს ჩემპიონატი აქ იყო რაღაც პერიოდი თავის ისკნა წავიდა. მიცეს თან ასაკში არის 25 წლის. აი ფანსულაია არის გულდასაწყვეტი ეს რომ ბომბარდირი გახდა. და წავიდა უზბეკეთში სადღაც წავიკითხე ეს მიცეს რაღაცა ესა 20%-ით მეტი ხო რასაც აქ იღებდა. ხო ნახე რა ხდება მე მაგალითად ხანდახან ვფიქრობ რომ ამ ბავშვების და მათი ოჯახების უნდა გვესმოდეს და სრულიად გასაგებია ისევ და ისევ მივდივართ მოუწყობელ საფეხბურთო სისტემამდე იმიტომ რომ ადამიანი გახდათ სიტყვაზე 20 წლის 22 წლის და ნუ თვითონაც ისეა რა ვერ ხედავს მანდამაინს პერსპექტივას რომ აი მას კალთებს არ ახევს მაგას ვტერი ვარ ზუსტად რომ აქ ვერ ხედავს აქ ვერ ხედავს პერსპექტივას და უცებ მოდის ვიღაცა უზბეკი სიტყვაზე და ეუნება რომ მე შენ გადაგიხდი $30,000 ანუ რაღაცას ხო თვეში აი გაიქცევა აბა რას იზამს ყვირყველი დედაყავს მამაყავს ძმაყავს დაყავს ოჯახი აქვს გასარემონტებელი ბინა აქვს და გაიქცევა აბა რას იზამს ყვირყველიას მაგალითი ამ საბა ყვირყველიას სადა ყირგიზეთში იმ გუნდეს სახელი საერთოდ არ გამიგია არც ახლა მახსოვს რო ჩავამკიდო, ახლა ვერ გავიხსენებ იმ გუნდის სახელს, რა გუნდში წავიდა. არც იქამდე ვიცოდი, ეს რო გადავიდა, მაშინ გავიგე პირველად და გავიგე და დამავიწყდა. იმიტომ რომ საერთოდ არაფერს არ მომნება და აზია. არა, აზია რაღაცა არ ქვია? ხო, რაღაცა. მოკლედ და აქედან ტორპედოდან წავიდა, ვერ გაჩერდა. არის ეხა გინდა ასე თქვი, გინდა ისე თქვი, კანდიდატად ხო იკვლება, ეხა მუდმივი წევრი თუ არა ნაკრების რაღაც შემთხვევაში დაუძახებენ, ხო? ევროპის ჩემპიონატი აქვს ნათამაშები ბოლო-ბოლო და იქ წავიდა. არ შეიძლება და აქ რო დაგვება ეგ კაცე, მაგრამ ანუ ნახე რა ეხლა იმ მაგალითების მოყვანა, ცალკეული მაგალითების მოყვანა, რომ ვიღაცამ გარისკა არიჩქარა სადღაც ესე დაბალ დონეზე, დაბალი დონის კლუბში გადასვლა და მეორე ობლის ისაო რა ქვია, კვერის ხვაო და გვიან გამოწვაო და რაღაც. კი, ეგეთი შეიძლება ეგეთი ცალკეული მაგალითების მოყვანა, მაგრამ ეს არის ისევ და ისევ ცალკეული მაგალითი, ხო და ეხლა ბევრი ადამიანი არის, რომელსაც უბრალოდ დღევანდელი სიტუაცია აწყობილი რო ქონოდა, შეიძლება მოხვედრილი იყო კარგ გუნდში, მაგრამ ვინაიდან არ არის აწყობილი და ვინაიდან ეს არ არის დალაგებული ურთიერთობა ამ ევროპის ქვეყნებთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა ახალგაზრდა ბიჭები არიან სარფიან სფეროში, მოდი პირდაპირ თქვათ ისინი თუ რაღაც გუნდში გაიყიდებიან საქართველოს გარეთ, შეიძლება კარგი ხელფასი აიღონ. და ამისთვის აქვს 5, 6, 7 წელი, 10 წელი და რატო არ უნდა ისარგებლონ? ხო, ნახე. არა, როგორ არ უნდა ისარგებლონ? აქ ახლა კობამ კვირკველი ახსენა, კარგი კვირკველია დაუშვა 34 წლისაა და ეს არიან ახლა აი მაგალითად სამგურალის ლიდერი შარშან ვინც იყო და კაპიტანი დემურ ჩიხლაძე, ასევე ყირგიზეთში წავიდა. ანუ თავის ისეთ ასაკში რა არ იყო ესეთ ძალიან ასაკოვანი არ არის. აი კიდე ესეთი შემთხვევები. ეხლა მეორე მხრივ კარგი რაღაცეები ხდება. ეხლა ისიც ვთქვათ, ეხლა აი ვეილეში წავიდა იბერია მაგალითად კარგ ადგილებში ყიდის. და ის გიზი მამაგეიშვილი შტურმში გადავიდა.
რაც მართლა გამორჩეული იყო რა ტრანსფერები და აი მეორე მხრივ ვაწყდებით აი ესეთ რატომ მიდიან? იმიტომ რომ აქ პერსპექტივას ვერ ხედავ. ეს ისეთი ფეხბურთელებზე ვამბობ, რომლებსაც თითქოს გვეჯერა რომ მომდევნო სეზონს უკეთ ჩაატარებდნენ. მე არ ვამბობ მამაგეიშვილი მოდი იცი რა პირდაპირ ვთქვათ რა პერსპექტივას ვერ ხედავენ განვითარებას თუ ფულია იქ უფრო მეტი და ფულის არის და განვითარებას არის ხა ბევრი შეიძლება რომ ხედავდეს საფეხბურთო რატომღაც უფრო მგონია რომ იქ მეც აძლევენ და მაგიტო ხო მაგრამ ნახე აი დაუშვათ 10 კაცი წავიდა სადღაც იმიტომ იქ აგენტი ცალკე ხეირობს იქ კლუბი ცალკე ხეირობს და ფეხბურთელი ცალკე ხეირობს და ხობა ნახე 10-დან 5 მაინც რო წასულიყო თუ კი მას ექნებოდა ევროპული ვარიანტი ეგ ხო უკვე ჩვენთვის ხეირი იქნებოდა ხო ნუ რა თქმა უნდა აი დაუშვათ 10 ფეხბურთში თუ წახვალდა რაღაცა ისეთი მაშინ რა კარგულში ხა ანდამაინც რეალზე ნუ გექნება პრეტენზია არა შტურმზე რა სიტუაცია შტურმის დონის გუნდზე შტურმის დონის გუნდზე ხო გადასარევი კი ბატონო მაგრამ ახლა 10-დან 5 მაინც რო წამოსულიყო შტურმის დონის გუნდში სიტუაციაზე, ხო? ეგ უკვე ჩვენთვის, ქართული ფეხბურთისთვის, ქართველი გულშემატკივრებისთვის და ნაკრებისთვის იქნებოდა ძალიან კარგი. ხო, რა თქმა უნდა. და ეხლა 10-დან 10-ვე წავიდა აზია, ხო? აზიაში. ხო, ძალიან ისეთი რთული სიტუაცია და მაგათ ადგილს იკავებენ სრულიად გაუგონარი უცხოელები. ყველაზე ისეთ ქვეყანაში ვინაა ქართველი? ისეთ კარგში? არა, უცნაურში. უცნაურში. აი ყირგიზეთი ვთქვით და ყირგიზეთი გაგებული მააქა და არის ისეთ ქვეყნები საერთოდ იქ ვურც თუ აგორებდნენ არც ვიცი რაღაც შარშან იყო სხვათა შორის მონღოლეთშიც აქ ნათამაშები ქართველ ფეხბურთელს და შარშან იყო კამბოჯას ჩემპიონატში იყო ფეხბურთელი მოხდა და სხვათა შორის არც თუ ისა ისეთი თავის დროზე ნიჩერი არც თუ როგორია სახელოვან გუნდში თვითონ ფეხბურთელი იყო თავის დროზე ისეთი იმედის მომცემი და აი ხა ეგზოტიკურ ქვეყნებში ახლა სამხრეთ აფრიკაში და იმაში ყოლია სამხრეთ აფრიკაში იყო მე მახსოვს ნერგაძე არ იყო სამხრეთ ტორპედოში რო იყო ორი ავღანელი ფეხბურთელი ხო იყო კი იყო ავღანეთსაც თამაშობდნენ ავღანეთს თამაშობდნენ თურმე თამაშობდნენ უი ფარერების ჩემპიონატში ყავდა ორი ფეხბურთელი არა ფარერები არ არის ახლა ისეთი ისა მაგრამ უნდა აი ეგეც აი მოკამბოჯო ქვეყანას ადრე ბანგლადეშში ყავდა ფეხბურთელი გული დასაწყვეტი მოკლედ იმიტომ არის რომ შეგვიძლია ჩვენ შეგვიძლია გქონდეს ნორმალური ჩემპიონატი მე არ ვლაპარაკობ ახლა ლა ლიგის და იმის დონეზე რა ქვია თორე ეგე ბატონო ტოპ 5-ს ვეძახით იმას რა ქვია ლიგა 1 საფრანგეთის ლიგა 1 და მესი მისი მართალია ბოლო ადგილზე მყოფი მაგრამ ლიგა 1-ის გუნდში სამი საუკეთესო ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების სათადარიგო მოთამაშე რა ანუ მივდივართ რაღაც სხვა კიდე იმასთან რომ გამართლებაზეც არის და აგენტზეა ძალიან ბევრი დამოკიდებული თვითონ სოფლიო ფეხბურთში უკვე აგენტს იმხელა როლი უჭირავს აგენტს ძალიან რომ აი ხა ადრეც მithქვია გადაცემაში მაგრამ ვიტყვი ადმი აგენტი არის მეორე მამა ხო აი საფეხბურთო თვალსაზრისით არის მამა ხო კი ბატონო პატრონი ნიშნულოვანი ძალიან და უნდა რა თუ არის მაგარი შეუძლია წაგიყვანოს რეალში თუ არა მაგარი წაგიყვანს ჟეტისუში ჟეტი ხო აი ესეთი რაღაცები და იყო ასეთი შემთხვევა მაგალითად ნამდვილი ინფორმაცია რაც გერმანულ პრესაშიც დაიწერა აინტრახტში მომხდა აი ამ ხელა კლუბში მოხდა ასეთი რაღაც აკადემიაში აგენტის აინტრახტის აკადემიაში იგზავნებოდა ფაქსები და ეს ფაქს ვინც იღებდა დახედავდა ვისგან იყო გამოგზავნილი თუ არ იყო ისეთი გავლენიანი კაცისაგან ზაგავში ვინ იყო ეგრე ვიღაცა მოყვა ეს გადაგდებულში მოყვა ხო გადაგდებულში მოყვა მე როგორც გავიგე ის ანდრიხი დღეს გერმანიის ნაკრებში თამაშობს კიდე ვიღაცა და მე რო გაუგიათ ამათ რო გაიზარდა ეს ბიჭი და რომ მიაღწია გამოუშვიათ ის ხელმძღვანელობა მაგრამ კარგი დროსია რა ანუ მე იმას ვამბობ რომ ის კი არ არის მთავარი ვინ მოდის როგორი ფეხბურთელია თურმე აგენტი როგორი ვის მიყავს
მაგას ვამბობ, სისტემა როცა არის აწყობილი და რაღაცა ის როგორ შეფუთავ? ხო, რა თქმა უნდა, როგორ მუშაობს ეს სისტემა, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და შენც ისე უნდა აამუშავო შენთან ეს სისტემა, როგორც მუშაობს იქ, წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში, ხო? ამ დიდ კლუბებში არ ყოფილა, აი ბოდიში იმისთვის და შეტენილი ფეხბურთი. კი, როგორ არ ხო? გარეკლამებული არ იქა პელე მოდესო და ორი თამაშის მერე სკამი გაუხეხია. რამდენი ერთ-ერთი ასეთი იყო ლივერპულში, რომელიც ლივერპულში იყო და შემდეგ თბილისის დინამოში ჩამოვიდა აქ. ის 4 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა ლივერპულმა და საერთოდ ვერ გამოიყენა რა თამაში არ ჩაუტარებია და მე ვერც იშორებდნენ. ხო და დაყავდოთ აქეთი. ვინ არის დინამოში? არა, იყო აი იმის დროს 12-13 წლის წინანდელი ამბავია რა. ცველი იყო ხოდა არც ვერც აქ ვერ ითამაშა როგორ უნდა ეთამაშა ფეხბურთელი არ იყო და გინდი შეტენილი ფეხბურთელი რო გარეკლამებული არ იქა ეს არის რა ქვია ხო ეგეთი საერთოდ ანეკდოტური ამბები ადრეც მომხდარა ის რო იყო რა ქვია ბრაზილიელი ფეხბურთელი საერთოდ რო ასაღებდა თავს ფეხბურთელად და რო არ იყო და ვეას ბიძაშვილი ვარო სკამზე რო და ვეას და ვითომ ვეამ დაურეკა საუთემპტონში ათამაშეს ხო და აღმოჩნდა რომ საერთოდ გაგნებაში არ იყო ფეხბურთელი არ იყო ვიღაცის ზარით ერთხელ ათამაშეს და მორჩა მე ვიცი ესე მივიდა რომელიღაც გუნდში სამხრეთ ამერიკულ გუნდში ვიღაც საერთოდ ფეხბურთელი ის იყო პიანისტი იყო ვიღაც და არ იქა მაგარი ხელფასი რაღაცა თამაში მოდის და რაღაც ფეხი მტკივა ვერ თამაშობს მე თამაში მოვიდა მეორე ფეხი მტკივა ვერ თამაშობს მესამე თამაში მოვიდა თავი მტკივა ვერ თამაშობს და ბოლოს 1-2 ისა წრენახევარ ჩემპიონატის ბოლოს ბიჭო მიდი ითამაშე და შევიდა 5 წუთი და გამოაგდეს იქ. 1-2 ხელფასის აღება კარლოს კაიზერი. ხო, თუ ეგ კარლოს კაიზერი, ეგეთი ისე თავის. ხო, ერთი რამდენიმე ხელფასი აიღო, კარგად და წავიდა მე. შიმშილისგან იხსნა. ხო, და მე ის ვეასთან გადაურეკიათ ეს ვინ მოგვიყვანებდა, მე არ დამირეკიაო ჯორჯვია მუთხრა კაცო იმ საუთემპტონში. ვიღაცამ დაურეკა ვეასა. აი ამ ლივერპულზე გამახსენდა და ილია გუშინ გეწერა ესეთი რამ რომ ლივერპულის წვნელმა მამარდაზე თქვა რომ ნუ ყველას ეწერა ხო ნუ მე შენ წავიკითხე და ამდენად შენ იმას შენ მამარდა შეეძლო ლივერპულის ნომერ პირველი მეკარე ყოფილიყო მაგრამო იმისთან მეკარე ყავსო რომ ის უნდა იდგესო აწნამარადის და უკუნისამდეო და მაგმეკარის გუნდმა აგერ იმას გუშინ წააგო ხო სამშაბათს წააგო ულვერჰემპტონთან 2-1 ბოლო წუთს გაუშვა უიმედო აუთსაიდერთან მაგრამ მეკარეს ვერ დავაბრალე არა მეკარეს ვერ დავაბრალე რიკოშეტი იყო მეორე გუნდს ხო ნუ მეკარეს ქონდა ესეთი თამაში რომ არაფერი და ბოლოს რიკოშეტი გაუვიდა ორი გოლი გაუშვა მართლა იქამდეც ხო გაუშვა კი იქამდეც გაუშვა ერთი გოლი მაგრამ ნუ იქ ვანდაიკმა რომელიც ასევე რა ვიცი ძალიან მაღალი რანგის ძველია და ითვლება კიდევაც და სამართლიანადაც ითვლება ამ იმდინარე სეზონში მორიგი შეცდომა დაუშვა, ანუ არა აქვს კარგი სეზონი, ხო, საუკეთესო სეზონი ნამდვილად არა აქვს, ხო. ილია ამ სლოტმა თქვა, რომ შეიძლება საერთოდ უმეკარეოდაც ითამაშოს გუნდმა, თუ კარგი დაცვა ყავს. ხო, ну ეს ახლა მაგაზე ნუ გამოვეკიდებით, თუ არა, ამით იმის მამინდა, რომ ვანდაიკი რაღაც ვერ არის ამ ბოლო დროს, რა. თუ კარგი დაცვა ყავს, მეკარე რადგინდაო, საერთოდ თუ ვერ დაგირთვას მოწინააღმდეგე. ხო, ну ახლა ეგ ისეთი ნათქვამია რა. დღეს ეწერა იმაში, რა ქვია, არ მახსოვს რომელიღაც ლივერპულის საიტზე ეწერა, რომ აი სწორედ ალისონის თამაშს რო ახასიათებდნენ, რომ იმ გოლებამდე, იმ ორ გოლამდე რაც გაუშვა და რაც მისი ბრალი არ იყო. იმ ორ გოლამდე ისეთი თამაში ქონდაო, რომ რო წასულიყო და დამჯდარიყო იქ სათა დარიგოებთან, რომ არაფერი არ შეიძლებოდაო და დასვენებული. არ იყო ბურთი იქამდე საჯარიმო. ხო, რაღაც მოსაწყენი ისეთი ცუდი თამაში. ილია, აქ მამარდა შანსი. ეგ უნდა ვკითხოთ ალისონის იმას აგენტს რა. აგენტს, ხო. რას აპირებს ალისონის აგენტი, ანუ გავიმეოროთ მე მგონი. იმიტომ მე ვიცი, აი ესე ვიცი 100%-ით ვიცი, რომ ცალი ფეხით ალისონი იყო წასული, იქ რა ქვია, არაბეთში.
აი ცალფეხით კი მეორეც გადადგმული იყო და მე რაღაც აერიათ იქ რაღაცა ეთყობა ვერ გაიყვეს ესა. არა და 33 წლისაა. 34 წლის გახდა. მე მგონი ის დრო აქ რო წავიდეს ფული შოვნაზე ესქნას, ხო? რა ქვია, მე მგონი გადაცემაში და ახლა გავიმეორებ, რომ იმიტომ რომ კარგია საჭირო ვიცოდეთ ეს რა ხდება მამარდაშვილის თავს. ალისონის მიმდინარე კონტრაქტი არის ასე, რომ 20 ივნისამდე აქვს ლივერპულთან კონტრაქტი. აი ახლა 20 ივნისამდე 2026 წლის ოღონდ ამ ხელშეკრულებაში არის ერთი პუნქტი, რომ კლუბს ლივერპულს აქვს უფლება ზაფხულამდე თვითნებურად კიდე ერთი წლით ძველ ხელფასზე დაიტოვოს ეს ალისონი. ანუ აი ახლა კლუბის ერთპიროვნული კლუბმა თუ უთხრა ალისონს რომ იცი რა შემოძიება შენ ერთი წელი კიდე გტოვებთ, ну ის უნდა დარჩეს. ასეთ რაღაცას მოუწერა ხელი, ასეთ რაღაცაზეა. ხო და არანაირი ვალდებულება რომ ხელფასი უნდა მოგიმატო და მოდი თავიდან მოვილაპარაკოთ იქნებ რაღაცა არანაირი და ჯერჯერობით კლუბი არაფერს არ ამბობს, იმიტომ რომ ახლა ცხადია ახლა ალბათ მიდის ლაპარაკი რომ მოდი დავიცადოთ იქნებ ვინმე ბევრი პული შემოგთავაზოს ნახოთ რა მოხდება. არა ახლა თუ უმთავრდა კონტრაქტი ვინღა შეთავაზოს 31 მაისამდე აქვს დრო რომ ეს პუნქტი გააქტიურონ ან არ გააქტიურონ რა. ანუ შეუძლია ახლა ერთი სეზონი დატოვოს ლივერპულს და მომავალი მასში რა ქვია ზამთარში ზამთრის ტრანსფერზე გაყიდოს შეუძლია. თუ უნდა ერთი კაპიტანი. ახლა რა მოხდება რა ვიცი, მოკლედ საკონტრაქტო სიტუაცია ესეთია ალისონთან დაკავშირებით რა. ხო ახლა რა მოხდება? ხო, გააგებინებენ ესეც ჭურში ხო არ იქნება? ისიც ხო. ისიც იწერება რომ მამარდაშვილი ახლა არ დათანხმდება და არ იქნება კმაყოფილი. არა, რანაირად უნდა იყოს ახლა აი მესმის ერთი თამაში, ორი თამაში, 10 თამაში და ახლა თაზეც აღარ ათამაშებს. თათაშორის ესპანურ პრესაში დაიწერა ვალენსიის შესაძლო დაბრუნებაზე. გადასარევი. მაგრამ აქ ერთი მომენტია სეგუნდაში? კაი. არა. მოიგო აგერ ახლა. აქ ერთი მომენტია, როცა ლივერპულზე ვლაპარაკობთ და მამარდაშვილზე ყველა ვარიანტს განვიხილავთ ხოლმე და არ ვამბობთ იმ შემთხვევას, რომ კლუბს გაუშვებენ. არა და ამისი სულ არ არის ეს გამორიცხული. სლოტ. ხო, სლოტი კლუბი. მოკლე გვარები. ამ შემთხვევაში ერთი. მოკლე ხო, რა მართლა კლუბის მერე. ხო, არა, ახლა კი ბევრ ლივერპულისტს ვერ აუტანია სლოტი და. კი გახადა ჩემპიონი, მაგრამ შეიძლება გაუშვან არნე სლოტი და მაშინ ვინ მოვა რა მოვა? არა, მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ეხა ფაქტია, უნდა ვაღიაროთ, ჩვენ ხო ის არ ვართ რაღაცა შეუგნებელი გაუგებარი ხალხი, რომ არ ვაღიაროთ ალისონის სიმაგრე, ხო? არა, რაზეა ლაპარაკი? არა, მაგარია. ეხლა კლოპი იქნება თუ სლოტი იქნება, იქ ალისონი თუ იქნება, ეხლა როგორ ფორმაშიცაა? მამარდა შანსი არ აქვს, მე მგონი, ხო? მოდი მაშინ ესე გავაგზავნოთ. აი, ეხლა დღევანდელ ფორმაში როგორცაა ეს. ესე გავაგზავნოთ. თუმცა მეორეცაა, რომ შანს არ აძლევენ. ალისონი, ნახე რა ხდება. ალისონი თვითონ წერენ, რომ აღარ არის ისეთი, როგორც იყო 1 წლის წინ, 2 წლის წინ, 3 წლის წინ. თვითონ ინგლისური პრესა ამას წერს, მაგრამ ამბობს, რომ ის არის ძალიან დიდი ფაქტორი ლივერპულისთვის. გარდა ამისა, თვითონ წერენ, რომ ალისონს, ახლა 34 წლის კაცს, რომელიც პროფესიულ ფეხბურთშია და აქვს თავისი ფიზიკური პრობლემები, ახასიათებს ხშირი ტრავმიანობა და რაღაცა ტრავმათა ჯგუფია, რომელიც მას უმეურდება, ასე ის კი არა რომ ერთ დღეს ფეხი ატკინა და მეორე დღეს კუნთი და მესამე დღეს ზვალი. ხო, რაღაცა ესე იგი აი მაგალითად პრობლემა აქვს, რამდენადაც მე წავიკითხე, სწრაფად რომ მოტრიალდება და უკან გარბის, აი ამ დროს იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა დაშავდა. ანუ აი რაღაც ამ მოძრაობა გალათასარაისთან რაც გააკეთა, იგივე მოსვლია ადრეც. ნუ ნახე რა ხდება, ესე იგი ეხ ლაპარაკობთ უკვე ჩვენ 34 წლის კაცზე რა, ჩამოყალიბებულ ორგანიზმზე, სპორტსმენის ორგანიზმი მოგეხსენებათ, ნაწვალებია, ნატანჯია, ნამდვილად და ანუ ლივერპულს აუცილებლად სჭირდება ვიღაც ძლიერი მეკარე და ეს ძლიერი მეკარე ყოველ წამს უნდა იყოს მზად, რომ შეცვალოს
ალისონი, რომელიც არის რა რაღაცა იმიტომ რომ ეს უცებ როდის მოტრიალდება და როდის გამოიქცევა უცებ და უკან და ისევ როდის დაშავდება. არა და მეკარის უთამაშებლობა არის ყველაზე სამჩნეველი. მეკარი შეიძლება თავდამსხმელის ისე ძალიან არ დაეთყოს, მაგრამ მეკარე როცა ამდენი ხანი უთამაშებელია, აგერა გამოჩნდა ეხა ნაკრებშიც როგორი დაგვეტყო რა მაგის უთამაშებლობა რა და თან საინტერესოა აქ კიდე ერთი მომენტი. კი, მართლა მაგარია ეს ალისონი, მაგრამ მაგას აუცილებლად მიკროსკოპშიც გაატარებენ, აუცილებლად ხა ის საქართველოს ჩემპიონატში ხდება ესეთები და ყველა თითოეულ დეტალს აქცევენ ყურადღებას იმ ჯანმრთელობის ამბავში რა და აუცილებლად მაგასაც გაითვალისწინებენ და ისე გადაწყვეტენ რა ალისონის ამბავს, დატოვებენ კიდევ ერთი წლით თუ არა მაგრამ აქამდე რო ჩამიჩუმი არის მის ეგ არის საინტერესო. ეგ არის ძალიან უცნაური და საინტერესო. პრო ლივერპულური პრესა წერს, რომ ეხლა ესო ტექნიკური საკითხიაო, დღეს არა ხვალე გამოაცხადებს კლუბიო, მაგრამ ეს დღეს არა და ხვალ გადის და არა მე როგორც ვიცი, მაგის გარდა 1-3-4 ფეხბურთელია კიდე, ვისაც უმთავრდება ეხლა ეს. კი, კონტრაქტი და საერთო ჩუმად არიან და ხო, ალბათ იმას იზამენ. იცი რატო ყობა შეიძლება ის ხალხი ფიქრს იწყებს იქიდან ჩვენ სლოტს ვტოვებთ თუ სხვა მოყავს ვიღაცა იქიდან დავიწყოთ იმას უნდა მე მაინც არ ამგონია ახლა სლოტი მეორე სეზონის მერე გაუშვა. არა თეორიულად ვიძახი რა. ხო არა თეორიულად. ეხლა ლოგიკურად რა ხო აქედან ამოდიხარ. მოდი ჯერ ხო არც ის არის რა ქვია ახლა ჩემპიონი გახდა შარშანკი გასაგებია. ეხლა ლიგაში შედის ხო ლიგის იმას თუ ვერ შევიდა ეგ. ეს უკვე სხვა ამბავია. ხო, მაგრამ ნახე ეს არის ლივერპული რა. ისინი შეიძლება ვიღაცას უკვე ელაპარაკებიან კიდე სამი ზურგს უკან რა. არ არის გამოდის ხა თან და იმ ვიღაცას ეუნებიან რომ აბა შენ რომ მოხვალ ეს 5 კაცი რომელიც ამ ივნისში უკვე ის გახდება თავისუფალი აგენტი თუ რაღაცა გინდა და იმის მიხედვით ვიფიქრებ მე ეხლა რაც თქვი შეიძლება ზღაპარია, მაგრამ არა თეორიულად ესე იქნება და თან ეს ძალიან საინტერესო პროცესები მოხდება ლივერპულში აი ამ ზაფხულს. ეხლა ძალიან ძნელია შორიდან ესე. მაგ იცი რა არის მეორე მომენტი. ეხლა ალისონი რო წავიდეს სიტყვაზე. ხო უნდა ახალი მამარდა უნდა ლივერპულს კიდე. აი მამარდა გამოინაცვლებს პირველ მეკარს, ხო? ის ბიჭი უნგრელი დაშავდა. ხო. აი არც არის ეხლა იმ დონის რომ მამარდა ზონას არ არის ნამდვილად. უნდა ვიღაცა აი უნგრელია ჰოლანდიაში ყავდათ გააქირავებული და იქ ისე დაშავდა რომ მამარდას მსგავსი ეხლა როგორც არის მამარდას კამზე ხო ალისონის სრულფასოვანი შემცვლელი ხო არის ისე უნდა ლივერპულს მამარდაშვილი თუ იქნება პირველი ნომერი მეკარე შემცვლელი იქნება იმ მეკარეს ეძებენ საერთოდ და ვერ პოულობენ ხო არ საერთოდ ძალიან საინტერესო პროცესები იქნება ხო ეგეც არის და ამ ზაფხულს იქნება ცოტა ისეთი თემაა რა ძნელად გასაგები სალახის ამბავი იქნება ძალიან საინტერესო მე მგონი სრულიად არ არის გამორიცხული რომ ლივერპულის სრულიად აი ახალი გუნდი შეიქმნას თითქმის თავიდან რა ხო იმიტომ რომ ეხა სალახის ფაქტორი მათ ყველამ ვიცით ვერ ბწყინავს ისე ძალიან სალახი ეს ეთყობა ლივერპულსაც და აგერ ჩემპიონთა ლიგა 4-ეული გაუხდათ საფიქრალი ხო ესეა ეხლა ჩვენ ვიზახით დაცვაში პრობლემაო, მაგრამ აი აბსოლუტურად მართალი ხარ შენ, როდესაც სალახის ფაქტორს ესე ეხლა სალახის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი რა ამბავი იყო ერთი ხნის წინ რა ატეხილი, როდესაც რაღაც კონფლიქტივით იყო სალახსა და სლოტ შორის სანამ ის წავიდოდა აფრიკის ჩემპიონატზე და ეხლა იყო 2-3 დღის წინ კვარაცხელია ვიყიდოთო სალახისო. ეგ მინდოდა ერთი კითხვა რა მეკითხა თქვენთვის რა ახალი ხო ხო, მაგრამ მანდ გასაკვირი ლივერპული არ მან თქვა რა ქვია, ეხლა ამომივარდა თავიდან ეს ლევანმა თქვა მე მგონი წინა გადაცემაში წინაშე PSG-ში გადასული არ იყო, ყვარაო, იმაზე რეალზე იყო ლაპარაკიო და საიდან მოიტანენ ხოლმე ეგეთ რაღაცას. ეგ ეხა რეალურია თქვენი აზრით? არა, საიდან მოიტანენ და აი ეხლა უბრალოდ გონებიდან ამომივარდა, თუ გინდა ჩავიხედავ ამაში და ნახავ ერთ-ერთმა ვეტერან ფეხბურთელმა ლივერპულისა ემილ ჰესკიმ. ისაო რა ქვია, ერთადერთიო ვიცო ყველაზე კარგად შეცვლისო სალახსო კვარაცხელია იქნება. ხო, მაგრამ სალახი მარჯვენა. ეგ ახლა ისე თქვა სიტყვაზე რაღაცა. ინტერვიუში თქვა, ნუ თემა წამოწია რა. ხო, ნუ ახლა შენ რო კითხოს კაცმა და იტყვი რაღაც ჩენას. ხო, ასე თქვა და ნუ დაიწერა რა.
არ არის გამორიცხული ინტერესიც იყოს, უბრალოდ აქ სხვა რამე მიკვირს, ეხლა სალახი მარჯვენიდან უტევს, ეს, რა ვიცი, კვარაცხელია სტიქია, მარცხნიდან შეტევაა და ზუსტად ერთნაირი ის არ გამოდის. არა, ნუ კვარაცხელია ყავდეს ილია ეხლა და მოუძებნი. არა, ისიც თქვა, რომ ეხლა კვარაცხელიაო სალახი არ არისო, მაგრამ აი რაღაც ასეთი ქვეტექსტი იყო რა. უფრო მაგარი არ არისო? არა, სალახი უფრო მაგარია. და მამარდაშვილზე რატომ არ მგონი ხა ამხელა კლუბმა ეგ გააკეთოს რომ მაგალითად მოიყვანოს ამხელა ფეხბურთელი კვარაცხელია და მოიყვანოს არა ისე თავარი ადგილას რა თავის ადგილას არა თავის ადგილას ეხა და მარჯვნივ გადასწიოს ეგ მე მგონი თვითონ ხვიჩაც არ დათანხდება თავიდანვე ეხლა რა არის იცი მე ერთი რაღაცა შემიძლია კიდე რაზეც ძალიან გული მწყდება მამარდაშვილთან დაკავშირებით თქვა თავიდან როდესაც იყო ეს თება და როდესაც წერდით ქართულ საიტებში ამ თემაზე რომ აი მამარდაშვილი შეცვლის თუ არა ალისონს და გადავიდა ლივერპულში და აბა ლივერპულის მეკარე გახდება თუ არა ქართველი მკითხველის ინტერესი იყო მაღალი. ნუ ეს ელემენტარულად ყველა საიტზე ითვლება რამდენმა ადამიანმა წაიკითხა ესა თუ ის ცნობა. ამ ბოლო დროს აი დაწერ იმაზე რომ მამარდაშვილზე ესე თქვეს ან მამარდაშვილმა ან ალისონი შეიძლება წავიდეს ან არ წავიდეს ან რაღაც აი ახალი რაღაც დაიწერება და ნახვების რაოდენობა არის დაბალი. ანუ მამარდაშვილი როგორც თემა ჩემდა სამწუხაროდ საქართველოში ვამბობ ქართველ მკითხველს შორის წავიდა დაბლა. ხო, იმიტომ აღარა აქტუალური იმდან რამდენადაც იყო. ხო, ჩვეულებრივი თამაშობდა და ყოველ თამაში რაღაც წარმოუდგენელ ბურთებს იგერიებდა და აინტერესებდა ხალხს. ხო, არა, ფაქტს ვამბობ. სკამზეროზეს არა, ეგ ბუნებრივია, ხა დაიკლებდა. სამაგეროთ აი მიქა უტაძეზე აიწია. ნუ მიქა უტაძე. ხო, ნუ მიქა უტაძე ახლა. მაგარ ფორმაში ყავს და კარგი, მამარდა ვთქვით, ყვარა ვთქვით, აგერ მიქა უტაძე და აგერ ახლა ამხანაგური თამაშები ახლოვდება ჩვენ ნაკრების და მე სექტემბერში იწყება. მეცის ქართველების კი ვახსენე. მეცის ქართველების კი ვახსენეთ. საქართველოს ნაკრების სათადარიგოები იქ არიან საუკეთესო ფეხბურთელები. ის მეცი ძალიან წყალწაღებული გუნდი ყოფილა. მართლა სუსტი. არა, ის ციტა მართლა ძალიან კარგ ფორმაშია. აბუაშვილი ინდომებს. ქვილითაია ჯერჯერობით ახალი მისულია, 1-2 ცალკეულების, მაგრამ ეხლა ხო იცი როგორ არის გუნდში რომ აირდაირევა სიტუაცია და ყირაზე დგას ყველაფერი, ეხლა მედი მერე იქ. აი, ნაკრებისგან რას ველოდებ? ვინმე ახალ სახეს ველოდებით? დაცვაში ველოდებით რა, რა ვიცი, მე მგონია რომ ამ აი ეს ნარიმანიძე ვთქვით აგბიჭეს მე იმედება მე რაღაც ძალიან იმედი გამიჩნდა ეს ის ბავშვი ხო თქვენ რო ყავდათ ამ გადაცემაში თქვენ არა ჩვენ არა მე არ ვიყავ იმ გადაცემაში ჩვენ არ იყავით თქვენ ორნი იყავ ხო რატომღაც გონია რომ რახან კაკაბაძე არ არის ცოტნე კაპანაძეს გამოიძახებს დუნაის კასტრედადან იმიტომ რომ ეგ ბიჭი ისედაც ახლოს იყო ნაკრებთან 21 წლამდელებშიც კარგად თამაშობდა და მარჯვენა მწველზე დეფიციტი იყო კაკაბაძეს ამბავი როგორაა საერთოდ ჯერ ტრავმა აქვს რამდენ ხნიანი ტრავმა არა საკმაო ხანი უწდება როგორც დაიწერა და ეხლა მე ზუსტად არ მინდა შევწდე ეს ვიცი თვითონ იმის ბოლო ინფორმაცია არის რომ მაისამდე ხო არის რომ უქმობს უკვე არა დაიწყო და მე ისევ მიიღო ტრავმა შეკრებაზე წინა სასეზონოზე დაიწყო და შემდეგ ისევ მიიღო ტრავმა ეს ბოლო ინფორმაცია არა თამაში დაურთამაშია 3 თვეა ხო ნუ არა და სტაბილური. აი ახლა საინტერესო იქნება ისრაელთან და ლიეტოვასთან რა შემადგენლობას გამოიძახებს. ხო, აი ზუსტად რა. ისიც კი მაინტერესებს მე კვარაცხელიას თუ გამოიძახებს საერთოდ და მიქა უტაძეს. მართლა მაინტერესებს. ეხლა მარტში? ხო. მარტში როგორ არ გამოიძახებს? ხო, რა ვიცი. უფრო დაცვა მაინტერესებს მართლა არა, დაცვა ყველას გვაინტერესებს. უფრო დაცვა მაინტერესებს და როგორ დააწყობს გუნდს. აი რაღაც მგონია რომ რაღაც პრინციპი და იდეა ახალი გუნდისა რა უნდა სანიოლს არა კვარა და мама ესა მიქაუტაძე რატო ვიკითხე ახლა ხო ეგენ ხო ულაპარაკო ისინი არიან ახლა ლიდერები იმის ნაკრების და იქნება სხვა გამოცადოს მეთქი რა ანუ ადგილი გაანთავისუფლოს რა ანუ ამიტომ ვიკითხე რა იქნება ეგერ გულიაშვილი ესკნას გულიაშვილის ისედაც არა ისედაც გამოიძახებს ხო მაგრამ იმას 11 კაცში დააყენოს და
მაგრამ ორი თამაშია და ყველას მოუძებნის ადგილს რა ალბათ ცოტას რა და ის კი არა მე მგონი მე მაგაზე მეკარის როტაციასაც გავაკეთებდი ორივე თამაშს მამარდას აი ეგეც საინტერესებს მოკლედ ძალიან საინტერესოა ორივე თამაშს მამარდას არ ვათამაშებდი არა გუგეშაშვილმა იფრინა ხო გუგეშაშვილს დავაკეთე ბოლო ტურში პენალტი აიღო კი მშვენიერი ბიჭია და რატომაც არა მე სხვათა შორის ამისიც მე იმედება ხარატიშვილი რო არის იქ ახალგაზრდობაში ჩეხეთში არის და ეხლა უკვე ნელ-ნელა და აი 30 წლამდელებში ვინც ხო ლუკა ხარატი ხო ერთ-ერთი გმირი ვინც გაგვიყვანა აი ხორვატიასთან და ეხლა იმას კი არ ვამბობ რომ გადასარევ გუნდშია მაგრამ არის ისეთ საშუალო გუნდში პარდუბიცეში და ეხლა ბოლოს დაეწყო უკვე პრაქტიკა ათამაშებენ და აქ იმაზე ვამახვილებ ყურადღებას რომ ჩეხეთი ძალიან ძლიერია რა სამეკარეო სკოლაში იქ მაგრად იზრდებიან მეკარეები და აი იქნებ ეგეც კი რა ჩეხეთი მაგარი სკოლაა კი ბატონო მოკლედ ნახოთ ორ კვირაში გამოვაცხადებს სხვა ისეთი სიახლე აი მართლა თითქოს არ ჩანს რა ისეთი აი დაწვეში ვინ ეხლა ცოტნე კაპანაძეო თქვი ვინ შეიძლება იყოს კიდევ არ ვიცი რა ნუ ლოჩაშვილის გადმოყვანა შეიძლება შუაში ხო თამაშობდა ეგ დვალი იქნება აი საინტერესოა როგორ ფორმაში ჩამოვა დვალი ხო რა ვიცი ეხლა სანიოლის გოგლიჩიძე მითამაშა ჩემპიონშიპში გოგლიჩიძე ხო თითქოს უკეთესად არის ახლა ვიდრე იყო იტალიაში და ეს ძალიან დამაიმედებია არის მაინცა და აი პოზიტიურად ძლიერი მცველები გვჭირდება. ხო, მაგრამ ნახე თან რა არის, ეხლა ჩვენ ლაპარაკობთ ჩაგაშვილ ჩივაძეები. ჩივაძე გვჭირდება. ჩვენ ეხლა ლაპარაკობთ იმაზე, რა ქვია, ახალგაზრდა ბიჭებზე და ლაპარაკობთ პერსპექტივაზე, ხო, რომ აი გამოიძახნა არის მაინზე გამოჩნდება როგორ ითამაშებს და ამ დროს წერვაგლეჯვა იწყება, ხო, იწყება სერიოზული ტურნირი, სადაც ჩამოვა მოწინააღმდეგე და გამოვა სობოსლაი. და შემოვიდა ერთა ლიგას გულეს. ხო, სლოვოსლაი ჩავა. ანუ ჩვენ იცი რა მოგდის თან პერსპექტივაზე ვლაპარაკობთ და აი ახალგაზრდა ბიჭები როგორ დადგებიან, როგორ მოერგებიან დაცვას და თან ვამბობთ რომ აი პირდაპირ ბრძოლაა რა. წეწვაგლეჯვა და იქ უნდა ახალგაზრდა და იდეაში ერთა ლიგაც ხო ეს არის რა ქვია მოსამზადებელი ტურნირი ჩვენთვის ხო ერთა ლიგა ხო მაგრამ არა იდეაში მაგიტო შემოიღეს ეგ ესა ტურნირი რომ ამხანაგურები ჩაენაცვლებინა მოკლედ საფულშიც იქნება ამხანაგურები და უარი ფანჯარა რაც უნდა ისკენ ცოლიანები და უცოლოები ითამაშონ ოღონდ გავიდეთ იქ სადმე ხო არა აი ახლა ცოტა ვერ მიდის ისე ვერ აი წინა გადაცემაში ესე იგი სწრაფად პროგრესირებადი ფეხბურთელები მაინც და მაინც ვერ მოდიან ქვემოთ აი ხვადაგიანს ხომაგობთ მე ძალიან მაგრამ ხო ტრამვა ისკნა ჩვენ ბიჭებს ყველას ხომაგობთ ტრამვა ვერ მოიშუშა ვერ იქნა და თორე აი ეგ ახალგაზრდულში ესე იყო რა ქვია კი ბატონო საზონოვი პირდაპირ ის არის რა გულისტკივილია საზონოვი პირდაპირ გულისტკივილი კარგია რომ აი შემტევები უმატებენ რა შემტევები უმატებენ ეხა ის კვერნაძე კარგია ფროსინონეში ჩვენ სამწეთქე შეუტიოთ ნუ დავისა შეუტიოთ არ გვინდა დაც არ გვინდა რა თქვინდა ცოტა ისე თავკომბალა რაღაცასებს გავსება ჩვენ აკა სულ ყოველ კვირას ველოდები რა ვიღაც მცველი გაიწყინებს ვიღაცის და არ ხდება მოკლედ ბატონი ვილი სანიოლი ამ მარტის თვეში გვაჩვენებს რაღაც კონტურებს რას აპირებს გვაჩვენოს მე ხო იცით ჩემი განწყობა ახლა ვიცი თუ არ ყოფით ხო და რავი ღმერთმაგნას ყველაფერი საჩვენოდ იყოს და ჩვენ რო გაგვიხარდება ისე იყოს მადლობა მე მგონი საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და ერთი კვირით დავამშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს